ჩვენ დავბრუნდით ეთერში ძალიან აქტუალურია ეს თემა მე მგონი დღეს განსაკუთრებით და 21 საუკუნის სამყაროში ჩემის აზრით კიდევ უფრო და უფრო აქტუალური ხდება ურთიერთობების ხელოვნება კი არა ადამიანებს ურთიერთობებისთვის საერთოდ აღარ აქვს მე მგონი დრო გაბატონი ნანა ჩაჩუა ფსიქოლოგი ჩვენი მუდმივად საყარელი სტუმარი და ყოველთვის ნანა სასურველი ნამდვილად მაინც წარვადგინე მაგრამ ვიცი რომ არ სჭირდება წარდგენა ნამდვილად კეთილი მივესალმები თქვენ მაყურებელს თქვენ უკვე გნახეთ დილიდანვე ძალიან საინტერესო თემა საჭირო თემა და თუ მოვახერხეთ თუ შევძელი მე პირადად ეხლა რომ ეს თემა აი ამ მოკლე დროში გავშალო მადლობელი ვიქნები თვითონ ჩემი თავისა როცა ურთიერთობის ხელოვნებაზე ვლაპარაკობთ პირველ რიგში უნდა ვისაუბროთ ურთიერთობის იმ ფორმაზე რომელსაც ქვია საკუთარ თავთან ურთიერთობა საკუთარ თავთან ურთიერთობა არის ყველაზე რთული და ყველაზე მნიშვნელოვანი ამას სჭირდება საკუთარი თავის სიყვარული საკუთარი თავის სიყვარული არავითარ შემთხვევაში არ გავიგოთ როგორც ეგოიზმი ეგოისტს საკუთარი თავი არ უყვარს ეგოისტს უყვარს კარგი ჩაცმა კარგი სახლი ყურადღება მისადმი მომხმარებელია ის უფრო მეტად მაგრამ უკაცრავად 21 საუკუნე სწორედ ხო ის სამომხმარებლო ინტერესებზეა აწყობილი ხო ეს არის უფრო საბაზრო ტერმინი მაგრამ აი საკუთარი თავი სიყვარული ნიშნავს იყო პასუხისმგებელი და საკუთარი თავის სიყვარული ერთადერთ სიტყვაში გამოიხატება და ეს არის მე ვფიქრობ ადამიანისათვის ყველაზე მშვენიერი სიტყვა ეს არის ღირსება არაჩვეულებრივია დიახ აი ღირსება სადაც არის ჩვენ უნდა ვთქვათ რომ იმ ადამიანს საკუთარი თავი უყვარს კაცობრიობის ისტორიაში ვერ ნახავთ ვერცერთ ისეთ შემთხვევას როცა ადამიანი ღირსეულად აკეთებს რაღაც თავის საქმეს ანუ თავის თავს ასე გამოხატავს და ის არ იყოს მეტად ღირებული კაცობრიობისათვის აი ეს ქმნის იცით იმ კულტურას რომლის ზიარებაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ადამიანისათვის ყველაზე სასიკეთო რამ ამ სამყაროში ანუ პირველ რიგში საკუთარ თავთან ურთიერთობა საკუთარი თავის სიყვარული საკუთარი თავის სიყვარული არა მომხმარებლური თვალსაზრისით არამედ შემოქმედებითობის თვალსაზრისით აი როგორი რთულ სიტუაციაშიც არ უნდა აღმოჩნდეს ადამიანი თუ მას ეს გააჩნია ამ რთულ სიტუაციას ყოველთვის ყველაზე საუკეთესო გამოსავალს მოუძებნის და არ არსებობს სამყაროში ისეთი შემთხვევა რომლის საუკეთესო გამოსავალი მას არ გააჩნდეს ვიღაცა მეტყვის რომ სიკვდილი შეიძლება ეს გაუჩნდეს ვიღაცას აზრად საუკეთესო გამოსავალი არის ის რომ სიკვდილს ღირსეულად შეხვდე და რეალობიდან არ გამოხვიდე რეალობა არ დაკარგო ამისი უამრავი ანუ შეხვდე როგორც მოსალოდნელ აუცილებლობას დიახ მოსალოდნელ აუცილებლობას და ღირსების მქონე ადამიანი მტერსაც კი უყურებს როგორც მოყვას რომელიც დაუშვათ გადაცდენილია გზიდან აი რაღაც ვერ გააკეთა მას არ აქვს ამისი შესაძლებლობები ამისი ალტერნატივა ამისი შინაგანი რესურსები მე ეხლა უცებ გამახსენდა ალექსანდრე მაკედონელისა და სპარსეთის მეფეს დარიოსის ურთიერთობა გულამაჩუყებელია ამაღელვებელია და ამავე დროს ძალიან დიადია
ეს დამოკიდებულება, ამ დამოკიდებულებაზე დროს არ დავკარგავ ძალიან. მეგონი არ იქნება ეს დროის დაკარგვა, იმიტომ რომ ჩემი აზრით სწორედ ასეთი მაგალითები უფრო მეტად ძალიან რთული. თუ ადამიანს თქვა არა აქვს ამისთან დაყოლილი უნარი, როგორ შეიძლება რომ გამოიმუშაოს ეს? ეს უნარი სიყვარული არის, ნინო. სიყვარულს იცით რა ჩვენ გვასწავლიან ურთიერთობაში. ჩვენი მშობლები, ჩვენი საამხელო გარემო, საერთოდ ყველაფერი რაც ჩვენს ირგვლივ არსებობს. სიყვარულის მასწავლებელი ის კულტურული მემკვიდრეობა არის, რომელიც გააჩნია კაცობრიობას, გააჩნია საზოგადოებას, გააჩნია ხალხს. და ამასთან ზიარება არის, იცით, აი მთელი საამხელო პროცესი, მაგრამ ამასთანავე ადამიანი თავის თავში თვითონვე არის ის შემოქმედი, რომელსაც აი როცა სიყვარულით რაღაცას აკეთებ, ნამდვილს აკეთებ, ნამდვილად აკეთებ. შეიძლება სიყვარულმა ცრემლი დაგადენინოს, გეწყინოს, გეტკინოს და ეს იქნება სიყვარულით. როცა სიყვარულით არის გაკეთებული, ცრემლიც მომხიბვლელია, ცრემლიც ამაღელვებელი არის, იცით? ნინოს ვეუბნები ახლა პაუზაში, რომ წაიტირა და მომხიბვლელია და აი მამაკაცებთანაც კი. აი ხომ თითქოს ცრემლი მამაკაცისათვის არა რაინდულია, რაინდულია რაინდისათვის, როდესაც სიყვარულს სათნოება შეეთავისება. სიყვარული და სათნოება, აი ვაჟკაცობა, რასაც ვეძახით, ესეთი შიშველი ვაჟკაცობა, ეს რაღაც მაპატიეთ ცხოველურ ძალასთანაც კი მიდის, რაღაც ისეთი აგრესიულ ძალასთან, მაგრამ ძალას შეერთებული სიყვარული, ძალას შეერთებული სათნოება, ეს არის რაინდობა. რაინდობას აქვს თავისი აი ესეთი დეფინიცია, რომ აი იქ ძალასთან შეერთებული არის სათნოება. ესეთ აი ეს არის უმთავრესი, როცა შენ თავად ამ სიტუაციაში, აი ამ მდგომარეობაში ხარ და შენ ასე ურთიერთობ სამყაროსთან, ასე ურთიერთობ მეზობელთან, თანამშრომელთან, ყველასთან, ვისთანაც ურთიერთობა გიწევს, ესეთ წინასწარ განსაზღვრული გეგმით კი არ მოქმედებ, შენ თავს წარმოადგენ მაშინ, შენ თავს ასე ვთქვათ უკეთებ წარდგენას, გარეთ გამოგაქვს შენი თავი. აი ეს არის ძალიან და იქ შეცდომების ადგილი არ არის. შეცდომების ადგილი არ არის ურთიერთობაში. შეიძლება გავატანო თუ ეს ორმხრივი არ არის, ეცაღან საალმესაუბრა და მაგალითად რომ დინით მოვდივარ და გმილად ვესალმებიო და იქიდან ხდება რაღაცა გაურკვეველი, რაღაც გაკვირვებული სახეები, თითქოს ეს სალამიც კი არ არის რაღაცა. ხო, მაშინ გაგების საკითხია. ხო, უკაცრავად მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს სკოლაში უნდა ისწავლებოდეს. არა, ცხოვრება გვასწავლეს ქალბატონო. არა, ცხოვრება შეიძლება სადღაც ბოლოში გასწავლოს. მართალია. ამიტომ რაღაც ამგვარი ალექსანდრე მაკედონოს კარგი მასწავლებელი ყავდა ფოტოშოპში. ხო, არისტოტელე. გალდონა რა მაინტერესებს? აი ეს ტექნოლოგიური განვითარება, რაც ახლა სახეზე 21 საუკუნეში, გარკვეულწილად ხომ არ უშლის ხელს აი ურთიერთობის ხელოვნების თქვათ გაღვივებას პატარა ასაკიდან, იმიტომ რომ არა თუ სხვებთან და გარემყოფ ადამიანებთან, ოჯახის წევრებსაც მაინც აი ხედავ რომ ხანდახან უშლის აი ეს მანქანა ხელს ერთმანეთთან ურთიერთობას. იქნებ უშლის კი არა და ეს იყოს ის გამოწვევა, სადაც შენი რესურსები, შენი შესაძლებლობანი, ანუ ადამიანური შესაძლებლობანი უფრო მკაფიოდ პოულობს თავის გამოსავალის გზას. ანუ ფონი გაქვს ისეთი, სადაც შენ აი ფონისა და ფიგურის მიმართება როგორი არის, აი